მშობლებო, მოემზადეთ, ეს იქნება თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო 1 საათი. ბავშვი სწავლობს უბრალო უფროსისგან კი არა, მისთვის მნიშვნელოვანი უფროსისგან. რა შეიცვალა თანამედროვე ბავშვის განვითარებაში? საქმე არის ცუდად. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები უკვე გაჯეტებით იბადებიან. 6 წლამდე ასაკის ბავშვის მთავარი აქტივობა არის თამაში, მე შემიძლია დაჭერა, მე შემიძლია გადახტომა. ეს არის თვითეფექტურობის პირველი განცდები, ეს ეხმარება მერე საკუთარი მესხატის ჩამოყალიბებაში. რა უნდა გააკეთონ, რომ ეს სენსომოტორიკა ბავშვის იყოს აქტიური? 2 წლამდე გაჯეტი არ უნდა ცნობდეს ბავშვი. ჩვენ მუდმივი სტრესის პირობებში ვიმყოფებით. დღეში ვიღებთ 64 გიგაბაიტ ინფორმაციას. რა არის რეალობა და რა არის AI შექმნილი? ისედაც ადამიანები მიდრეკილი ვართ, რომ რეალობას თვალებში არ შევხედოთ. ხელოვნური ინტელექტი თუ ყველაფერს აკეთებს ჩვენ მაგივრად, ჩვენ რა უნდა ვქნათ? და აი აქ დგება განათლების საკითხი. 21 საუკუნისთვის ჩვენ არ ყავს მომზადებული ახალგაზრდობა. ამის შემდეგ იწყება შფოთვები ბავშვებში. ქალი არ არის პროდუქტი, პიროვნება. და ჩვენ ვზდით ობიექტად ამ ქალს და ბიჭებს ვზდით ნარცისად. შედეგი რა გვაქვს? უბედური ბიჭი და უბედური გოგო. სარკეში უნდა ჩავიხედოთ და ვიღაცამ უნდა ჩაგახედოს.